მოგესალმებით ყველას, მოკლედ პირდაპირ საქმეზე გადავალ. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ზელენსკის და პუტინის პირისპირ შეხვედრა, მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და მით უმეტეს ამ ეტაპზე რაიმე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება. იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისი სიგნალები ამასთან დაკავშირებით უკვე წამოვიდა როგორც მოსკოვიდან, ასევე ამაზე მკაფიოდ მიანიშნებს დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ახალი პოსტები, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირი შინაარსის არის, ვიდრე ამას ვისმენდით ალიასკის სამიტზე და თუნდაც თეთრ სახლში ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს. აქვე დავაანონსებ, ტრამპი საუბრობს ირიბად მოუწოდებს უკრაინას შეტევისკენ და ასევე ვრცელდება ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება აღარ იყოს ორგანიზატორი, ასე ვთქვათ, შუამავალი აი ამ პროცესში და აღარ დააორგანიზოს მისმა ადმინისტრაციამ ზელენსკის და პუტინის პირისპირ შეხვედრა, ის აპირებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხს დისტანციიდან დააკვირდეს. აი ამ თემაზე ვაპირებ მოკლედ ამ ეპიზოდში საუბარს, აქვე მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის რედლაინი, იგივე წითელი ხაზი. გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები, ეს მე ძალიან დამეხმარება და გამახარებს, ასევე მოგიკითხავთ ყველას, ვინც მუდმივად მიყურებთ და ჩართული ხართ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონებათ და არც კომენტარების დაწერა დაგეზაროთ. საინტერესო და ძალიან ცხელი თემა არის, დიდი ალბათობით თქვენი ჩართულობაც იქნება მაღალი. დავიწყოთ ლავროვით, პირველი სიგნალი, რამაც მიგვახვედრა, რომ არანაირი მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ იქნებოდა წამოვიდა სწორედ კრემლიდან. ესე იგი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკეთა დღეს განცხადება და ჩაგიკითხავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს ამ განცხადებიდან. რას ამბობს ლავროვი? ესე იგი, პუტინი მზად არის შეხვდეს ზელენსკის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა საკითხი, რომლის განხილვაც უმაღლეს დონეზეა საჭირო, კარგად იქნება დამუშავებული. ანუ ქვეტექსტი აქ რა არის, რომ ახლა ყველა საკითხი კარგად არ არის დამუშავებული, ახლა შეხვედრის დრო არ არის. შემდეგ გავაგზავნოთ, ესე იგი, ლავროვი შემდეგ აბზაცში უკვე ასეთ რამეს ამბობს, როდესაც და თუ უკრაინასთან მომავალში შეთანხმებების ხელმოწერის დრო მოვა, დღის წესრიგში დადგება კითხვა უკრაინული მხარის ხელმომწერების ლეგიტიმურობის შესახებ. აი აქ ისევ აშკარად გამოჩნდა ის საკითხი, რომელზეც პრინციპში მე წინა ვიდეოშიც საუბრობდი, თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც ვთქვი, რომ დიდი ალბათობით ზელენსკი-პუტინის შეხვედრა არ გაიმართებოდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის პრინციპში. აქ ერთ-ერთ არგუმენტად მოვიყვანეს სწორედ პერსონალური საკითხი. ძალიან ცნობილი ამბავია, რომ არც პუტინი, არც კრემლის პროპაგანდა ზელენსკის არ აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მათი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ეს ხელისუფლება, ზელენსკის ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ის უნდა ჩანაცვლდეს, მათთვის სასურველი დიდი ალბათობით ამას გულისხმობენ ქვეტექსტი, ეს არის სასურველი პერსონებით და ზოგადად არის ასეთი ძალიან არგუმენტირებული მოსაზრება, რომ პუტინს არ სურს ზელენსკისთან ერთ-ერთზე დაჯდომა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მისთვის იქნება თავის დამცირება. ასე ფუთავენ ამ ამბავს და ასე რეაგირებს სწორედ რუსული საზოგადოება, ვინც მხარს უჭერს პუტინის ომის მანქანას და მის აგრესიას უკრაინაში. მათთვის ზელენსკი მიუღებელი პერსონაა, მათთვის ზელენსკი კლოუნია, შესაბამისად დიდებული პუტინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდეს თანაბარ პირობებში ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე. მათი იმპერიალისტური ზრახვების ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ ის, რომ უკრაინა საერთოდ არის გუბერნია, მას არანაირი ხელისუფლება არ ყავს და არც უნდა ყავდეს და შესაბამისად მათ თანაბარ პირობებში არ დაელაპარაკებიან. გავაგრძელებ ლავროვის განცხადების ჩაკითხვას, ბოლომდე ჩავიდეთ ბარემ, ესე იგი ამბობს ასეთ რამეს, რუსეთი მხარს უჭერს იმ უსაფრთხოების გარანტიების პრინციპებს, რომელიც 2022 წელს სტამბოლში შეთანხმდა, დანარჩენი კი უიმედო წამოწყება. განაცხადა ლავროვმა, უიმედო წამოწყება რაც არის, ვისკენაც არის მინიშნება, ალბათ მიხვდით, უიმედო წამოწყების ავტორად ამ შემთხვევაში იგულისხმება დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ყველა ის ლიდერი, რომელიც აი ამ სამშვიდობო ინიციატივის თანაავტორი გახლავთ, ასე ვთქვათ. და აქვე შეხსენება თუ რა იგულისხმება 2022 წლის სტამბოლის შეთანხმების დეტალებში, უпростоრად რუსეთის პოზიციაში რა სიტყობდა მაშინ რუსეთი, ესე იგი შეზღუდვა შეიარაღებულ ძალებზე, რუსეთი უკრაინის არმიის რაოდენობის შემცირებას ითხოვდა 85,000 სამხედრომდე, რაც არის ძალიან კრიტიკული მინიმუმი, შეიძლება მინიმუმიც კი არ დავარქვათ, პრინციპში ამ მასშტაბის ქვეყნისთვის ამხელა ფრონტის ხაზის პირობებში ეს ნიშნავს, რომ მათ არმია საერთოდ არ უნდა ყავდეთ.
შემდეგი პუნქტი იყო უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, აქაც გასაგებია ყველაფერი, ყირიმის საკითხი უნდა მოგვარებულიყო 10-15 წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გზით, ძალის გამოყენების გარეშე, დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რაიონების სტატუსის განხილვა პრეზიდენტების დონეზე უნდა მომხდარიყო, უკრაინას არ ექნებოდა უფლება საკუთარ ტერიტორიაზე განეთავსებინა უცხოური შეიარაღება, მათ შორის არც რაკეტები. აი ეს კონკრეტული ჩამონათვალი იყო 2022 წელს სტამბულში წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც რუსულმა მხარემ შეიმუშავა და ეს პუნქტები ცხადია იმეორებს იმ ეგრეთ წოდებული ძირეული საკითხების აღმოფხვრის სულისკვეთებას, რაზეც მუდმივად საუბრობს რუსული მხარე, რომ უნდა მოხდეს უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, მას უნდა კონდეს ნეიტრალური სტატუსი, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ეროვნული ენა უნდა იყოს, სახელმწიფო ენა უნდა იყოს რუსული ენა და ასე და ასე შემდეგ. ხო, როგორც ჩანს, მოსკოვი არ აპირებს თავისი პირველი ჩვენებიდან გადახვევას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორც თქვით, რომ ისინი არანაირ სამშვიდობო პროცესს ამ ეტაპზე არ განიხილავენ და ამაზე მიანიშნებდა ლავროვის ეს განცხადებაც. შესაბამისი რეაქცია მივიღეთ უკვე ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც, როგორც იქნა დონალდ ტრამპი ისევ დაუბრუნდა ადეკვატურ წერტილს ყველა იმ პროცესის შემდეგ, რაც ვნახეთ წითელი ხალიჩის გაშლის ფაქტით დაწყებული ალიასკაზე და პუტინთან დიდებული ტაშის აპლოდისმენტების ფონზე შეხვედრის გათვალისწინებით ტრამპმა როგორც ჩანს მიაღწია იმ ნიშნულს, როდესაც მას უკვე მოთმინება უნდა წესით ამოეწუროს, რაც ნიშნავს იმას, რომ მან თავი უნდა იგრძნოს შეურაცხყოფილად, მინიმუმ რბილად რომ ვთქვათ, მთელი ამ მანიპულაციების შემდეგ, რაც ვნახეთ პუტინის შესრულებით, ხო? ყველა ჯერზე, როდესაც ტრამპი აყენებდა ულტიმატუმს, აძლევდა ვადას, ჩვენ ვნახეთ ორკვირიანი ვადა, 100 დღიანი ვადა, 50 დღიანი ვადა, შემდეგ უკვე 10 დღიანი ულტიმატუმი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაწესებულიყო სანქციები მესამე ქვეყნების მიმართ, ვინც რუსულ ნავთობს ყიდულობს. ყველა ჯერზე რუსულმა ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმმა მოიფიქრა ასეთი მანევრი, რომ მიემართათ ვითომ ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებებისთვის, ყველა ჯერზე მათ გამოიგონეს რაღაც ახალი ფორმატი, ხან იყო სტამბული, ხან სხვა ტიპის მოლაპარაკებები, შემდეგ უკვე პირადად შეხვედრის მოთხოვნა ტრამპთან, ალიასკაზე გამართული სულ რამდენიმე დღის წინ და საბოლოოდ მოახერხეს ის, რომ თუნდაც აი ამ ბოლო შეხვედრით ტრამპსა და პუტინს შორის გადავადდა ეს სანქციების პროცესი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ამოუვიდა ყელში ტრამპს პუტინისგან აბუჩა დაგდება, მისი სამშვიდობო ინიციატივების და დიპლომატიისთვის, მოლაპარაკებებისთვის შანსის მიცემის დაცინვა და სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი გაავრცელა. მე ახლა ამ პოსტს წაგიკითხავთ სიტყვასიტყვით და დააკვირდით ბოლომდე რას ამბობს ტრამპი. ომში გამარჯვება ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, მოწინააღმდეგე ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე ეს გავს სპორტში, ყავდეს დიდი გუნდი, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა ყავს, მაგრამ შეტევის უფლება არ ეძლევა. მოგების შანსი არ არსებობს ამ შემთხვევაში. ზუსტად ასეა უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით თაღლითი და უკიდურესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას საპასუხო შეტევების უფლებას არ აძლევდა, მათ მხოლოდ თავდაცვის უფლება ჰქონდათ. შესაბამისად ეს არ იმუშავებდა. მიუხედავად ამისა, ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ნულოვანი იქნებოდა ამის შანსი. საინტერესო დრო გველის წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში და ეს არ არის ნამდვილად სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მითითება, ეს არის პრინციპში ღია გზავნილი უკრაინის მიმართ, რომ შეტევები წამოიწყოს და გააძლიეროს ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ. აქვე გამახსენდა ერთი ამბავი, რომელიც თქვენს უნდა შეგახსენოთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს რუსეთზე დარტყმებისკენ, სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, შემდეგ თეთრმა სახლმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის დაუსვა კითხვა, ვოლოდიმირ, ხარ თუ არა მზად, შეგიძლია თუ არა დაარტყა მოსკოვს, შეგიძლია თუ არა დაარტყა სანქტ-პეტერბურგს. მაშინ ზელენსკის პასუხი იყო შემდეგი, დიახ, რა თქმა უნდა, შემიძლია ამის გაკეთება, თუ მექნება შესაბამისი მხარდაჭერა და შესაბამისი შეიარაღება. ასე რომ, როგორც ჩანს, ტრამპი ისევ იმ ნიშნულს დაუბრუნდა რამდენიმე მცდელობის შემდეგ,
მათ შორის დიდი და გახმაურებული ამბების შემდეგ ხშირად ვახსენებ და კიდევ უნდა ვახსენო ალიასკის სამიტის ჩათვლით იმედი გადაწურული აქვს როგორც ჩანს ტრამპს და საინტერესოა ახლა რა იქნება მისი ნაბიჯები. რა იქნება მისი ნაბიჯები რომ ვამბობ, ამაში გულისხმობ და პირველი თავში მომდის აზრად სანქციები, რომელიც დაპირებული იყო, დაანონსებული იყო, ულტიმატუმიც იყო 8 აგვისტომდე, არ მეშლება თარიღი, ნამდვილად ასე იყო და შემდეგ ნახეთ არაფრის მომცემი მოლაპარაკებების რაუნდი პუტინთან. ვნახოთ როგორ წარიმართება საქმე ამ შემთხვევაში. ერთი არის ამბავი რომ ტრამპი ნაწილობრივ მიანიშნებს რომ ის დისტანცირებას აპირებს პროცესისგან. Guardians-ის სტატია ვახსენე დღეს დადებული, სადაც ნათქვამი იყო თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით რომ ტრამპი აპირებს პროცესს გაემიჯნოს, არ აპირებს იყოს ორგანიზატორი ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრით და ამ პროცესის მხოლოდ დამკვირვებლად რჩება და აკვირდება მოახერხებენ თუ არა ისინი პირისპირ ერთ-ერთზე შეხვედრას. მეორე საკითხია, რას გააკეთებს ტრამპი ორგანიზატორის ფუნქციის მიღმა, მოლაპარაკებების ორგანიზატორის ფუნქციის მიღმა და დაუბრუნდება თუ არა სწორედ სანქციების საკითხს. რა იქნება მისი პასუხი უშუალოდ პუტინის მიმართ, აი ამ მთელი დამამცირებელი ქცევის და დემონსტრაციულად დამამცირებელი ნაბიჯების შემდეგ. ერთადერთი ლოგიკა აქ არის რომ კვლავ უნდა გაცოცხლდეს სანქციების საკითხი, როგორც დაპირებული იყო, უნდა დასანქცირდნენ ქვეყნები, რომლებიც ნედლ ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან სანქციების გვერდით ავლით, იყო საუბარი ინდოეთზე, ჩინეთზე, თურქეთზე და სხვა სახელმწიფოებზე, მათ შორის ბრაზილიაზეც, რომლებიც მსხვილი იმპორტიორები არიან რუსული ნედლი ნავთობის და ამის პირველი პრეცედენტიც დაფიქსირდა, რომ ტრამპმა განაცხადა დამატებით 25%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ ინდოეთის შემთხვევაში, რომელიც წესით აგვისტოს ბოლოდან უნდა შევიდეს ძალაში. მოკლედ, ორი რამ არის ახლა ძალიან ცხადი, ერთი ის, რომ არანაირად არ აპირებს პუტინი ომის შეჩერებას, არანაირად არ აპირებს ის სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას, ეს ერთი და მეორე ის, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი არის როგორც მილიონჯერ თქმულა, ძალის მეშვეობით უკრაინის დამატებით შეიარაღების, მისი მხარდაჭერის და რუსეთზე მაქსიმალური წნეხის შედეგად. ასე რომ ახლა ჯერი უკვე ტრამპზეა, მის გადაწყვეტილებებზეა და იმაზე თუ რამდენად შეუძლია გვაჩვენოს მას, რომ მართლაც არის ძალიან პრინციპული და ძალიან ძლიერი მოთამაშე ამ პროცესში. და მე ძალიან მენიშნა პოსტის, რომელიც ცოტა ხნის წინ წაგიკითხეთ, ბოლოს ამის სიტყვა საინტერესო დრო გველის. ძალიან საინტერესოა, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი ამ სიტყვებში და იქნება თუ არა მისი მხრიდან არაერთი დათმობის შემდეგ ახლა უკვე ძალის დემონსტრირება, საკუთარი პრინციპულობის დემონსტრირება და საკუთარი გავლენისა და ძალაუფლების დემონსტრირება. ეს ყველაფერი ალბათ ახლო მომავალში გამოჩნდება, დიდი ალბათობით ეს პოსტი არ იქნება ბოლო. ტრამპს ძალიან უყვარს სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიციების დაფიქსირება. საინტერესოა უკვე მედიასთან გამოჩენის შემდეგ რა პასუხები ექნება ტრამპს კონკრეტულად პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ, სამშვიდობო მოლაპარაკების ხელშეწყობისა და დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ რუსეთთან მიმართებაში. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მედია ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება და არაერთი შეკითხვა დაისმება ტრამპის მისამართით. რაც შეეხება უკრაინის პოზიციებს, მის თავდაცვით უნარიანობას, მის შეტევით პოტენციალს და რესურსებს, ამაზე უკვე შემდეგ ვიდეოში მექნება საუბარი, რომელსაც დღესვე ჩავწერ. ამ ვიდეოში დიდ ყურადღებას დაუთმობ ახალ სათამაშოს, რომელიც უკრაინაში შექმნეს. სათამაშო, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ძალიან პოზიტიური სიახლე არის. ახალი რაკეტა, რომელსაც ქვია Flamingo და რომელსაც შეუძლია სამიზნე გაანადგუროს 3000 კილომეტრის მოშორებით. ეს არის ეგრეთ წოდებული game changer-ი, როგორც ამბობენ ხოლმე. ეს რაკეტა დიდი ალბათობით შეცვლის თამაშის წესებს ქართულად რომ ვთქვათ და ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ მასზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, დაელოდეთ განახლებას ინფორმაციის უკრაინის და რუსეთის ომის თემაზე. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი თუ არ ხართ გამომწერები და რა თქმა უნდა ველოდებით თქვენს კომენტარებისთვის განკუთვნილ ველში. დაგემშვიდობებით მომდევნო ეპიზოდამდე. მადლობა რომ იყურეთ.